თქვენს ნაცნობ ადამიანთა უმეტესობა ჯოჯოხეთისკენ მიმავალ გზაზეა. ბევრი მეტყვის იმ დღეს, უფალო, განა შენი სახელით არ ვაკეთებდით ამა და ამ საქმეებს. იესო კი ეტყვის მათ, ვინ ხართ თქვენ? ვინაიდან ფართოა კარიბჭე და განიერია გზა, რომელსაც დაღუპვისაკენ მიჰყავს. და მრავალნი დადიან მასზე. ვინაიდან ვიწროა კარიბჭე და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლისაკენ მიჰყავს და მცირედნი პოვებენ მას. ეს ჩემი აზრი როდია, ეს უფალი იესოს სწავლებაა. ის თავის მოწაფეებს ორ ურთიერთსაპირისპირო რაღაცას აჩვენებს. ვიწრო და ფართო გზას და ასევე შესაბამისად ადამიანთა მცირე და დიდ რაოდენობას, რომლებიც მიდიან თითოეულ ამ გზაზე. დაღუპვისკენ მიმავალ ფართო გზაზე მრავალნი მიდიან, ხოლო ვიწრო კარიბჭისკენ მცირედნი. იესოს სიტყვები ასე მესმის. ძალიან ბევრი თქვენს და ჩემს ნაცნობ ადამიანთაგან ჯოჯოხეთისკენ მიმავალ გზას ადგას და ამაღამ რომ გარდაიცვალონ ისინი, ჯოჯოხეთში წავლენ. უფალი იესო რწმენით გამართლებას როდი უარყოფს, როცა ამბობს, იღვაწეთ, რათა შეხვიდეთ ვიწრო კარიდან, რადგან გეუბნებით, მრავალი ეცდება შესვლას და ვერ შეძლებს. ისინი ფიქრობენ, რომ ფართო გზაზე ცხოვრებით შეძლებენ ვიწრო კარიბჭეში შესვლას. პრობლემა კი ისაა, რომ მდგომარეობა უარესდება. იესო აქ არ ამთავრებს საუბარს, არამედ აგრძელებს და ამბობს, როცა სახლის პატრონი ადგება და დაკეტავს კარს, მაშინ თქვენ, გარეთ მდგომნი, დაიწყებთ კარზე რეკვას და ეტყვით, ბატონო, გაგვიღე. ისინი იმას კი არ იტყვიან, ვინც შიგნითაა კარი გაგვიღოს, არამედ უფალო, კარი გაგვიღე. მათ ეს სახარებაში ვკითხულობთ, უფალო, განა შენი სახელით არ ვაკეთებდით ამას ან იმას. იესო კი ეტყვის მათ, ვინ ხართ თქვენ? გამშორდით ურჯულოების მოქმედნო. იესო იცნობს თითოეულს იმ ადამიანთაგან, რომლებიც კარზე აკაკუნებენ, მაგრამ აქ იგულისხმება ის, რომ ხსნის მიერად არ იცნობს. ანუ ისინი დახსნილნი არ არიან და ამიტომ ეუბნება ამ სიტყვებს, რომ არ იცნობს მათ. მე თქვენ გამოსყიდვით არ გიცნობთ და ამიტომაც არ მესმის კარზე თქვენი კაკუნი. მეტისმეტად გვიანია. უფალო, გაგვიღე კარი. ის კი მიუგებს, არ ვიცი საიდან ხართ. ისინი ეტყვიან, შენ წინაშე ვჭამდით და ვსვამდით. უფლის სუფრასთან მოვედით. ჩვენ წმინდა ზიარებას აღვნიშნავდით. შენ ჩვენს ქუჩებში ასწავლიდი. იქ ვიყავი, როცა ჩვენ სოფელში მოხვედი და დავრდომილი განკურნე. ჩემი თვალით ვიხილე ეს. კანაში გამართულ ქორწილშიც ვიყავი, სადაც წყალი ღვინო დაგციე და ესეც ვიხილე. ბევრი რამ ვიხილე, რაც შენი მადლითა და წყალობით მოიმოქმედე. იესო კი ეტყვის მათ, გეუბნებით, არ გიცნობთ, სადაურები ხართ. გამშორდით ყველანი უსამართლობის მოქმედნო.